შემთხვევაში თურმე საქმე გამოყოფილია და მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფის დასადგენად და მე აქვე მინდა ხაზი გაუსვა ერთ ფაქტორს, რომ აი როდესაც ამას რატო ვიძახი, რომ რატომ არის თქვა სასამართლო დახურული, რატომ არის ეს მცდელობა და რატო ვითხოვთ ჩვენ საჯაროდ რო იყოს სასამართლო პროცესი, საჯარო რო იყოს. აი როდესაც მოხდება მტკიცებულებების განხილვა და საჯარო ინფორმაცია მიეწოდება, აი მე ქალბატონმა თქვენ ბრძანეთ მეუფე სერაფიმეზე თქვა როგორ მოუწყვეს ესე რომ ვთქვათ მას ეს რაზეც ვთქვათ უხერხულობაში ჩააგდეს და იმიჯი შეულახეს. მდგომარეობა შეექმნა ცოტა ადრე ვიდრე სიანიდის სკანდალი მოხდებოდა. აი ზუსტად როდესაც მოხდება ყველაფრის გასაჯაროვება და მტკიცებულებების განხილვა, იქ ყველასთვის ცნობილი იქნება თუ რა თემაზე საუბრობს მამა გიორგი და ირაკლი მამალაძე. ეს ყველაფერი დიახაც გამოძიებას მე არაერთხელ იყო საუბარი მეუფე სერაფიმ. დიახ, მეუფე სერაფიმეზეც იყო ლაპარაკი და ის გარკვეული საუბარი ინფორმაცია ესე რომ ვთქვათ, რაც ვთქვათ ორ ადამიანს შორის მიმდინარეობდა. მე ამით მინდა რაღაცას ხაზი გაუსვა, რომ ზუსტად ეს არის მიზანი და მე თავიდანვე ვიძახოდი ამ საქმესთან მიმართებაში და არაერთხელ მიმართავს და მომითხოვია რომ შეეწყვიტათ ეგ საქმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი იყო, რომელიც არაფერი კაის მომტანი არ იყო გამოძიებული. ანუ ბატონო მიხეილ, ამ სასამართლო პროცესებზე ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ერთმშვენიერ დღეს უკვე ინფორმაცია, რომელიც ყვალი მიდის კიდევ დაუშვათ მეუფე სერაფიმეს წინააღმდეგ დაგეგმვის